Kalbatonebo da batonebo, patsemulo stumrebo Ukrainidan, patsemulo stumrebo Moldovidan, patsemulo elchebo მოგესალმებით. Ჩვენ დღეს შევიკრიბეთ საბჭოთა ოკუპაციის მუზეუმში, რომელიც დაარსდა იმისთვის, რომ არასდროს დაგვიწყებოდა რას ნიშნავს ოკუპაცია. მაგრამ ჩვენ აქ შევიკრიბეთ კიდევ იმისთვის, რომ გავცნობოდით კიდევ ერთი ოკუპაციის შედეგებს, ახლა უკვე პოსტსაბჭოური ოკუპაციის შედეგებს ჩვენს მოძმე უკრაინაში. და ჩვენა გამოფენილი სურათებიდან სამწუხაროდ ჩვენ ქართველები ხედავთ ზუსტად იმას, რასაც სამწუხაროდ ხედავდით ჩვენს ქვეყანაში სულ რამოდენიმე წლის წინ. ზუსტად ასე გამოიყურებიან ომით მშობლებ დაკარგული, შეწწუნებული ბავშვები საქართველოშიც. ზუსტად ასე გამოიყურებიან ქართველი ახალგაზრდები და ყველა ახალგაზრდა მთელ მსოფლიოში, როდესაც მას სხვა არჩევანი არ აქვს, გარდა იმისა, რომ აიღოს ხელში იარაღი და დაიცვას საკუთარი სამშობლო. ზუსტად ასე გამოიყურებიან დედები, რომლებიც ფრონტზე წასულ შვილებს უგზავნიან, უქსოვენ წინდებს. და იმაში, რასაც ჩვენ მათ თვალებში ვხედავთ, ყველაფერთან ერთად არის საყვედური პოლიტიკოსების მიმართ, რომლებმაც ვერ ავაცილეთ თავს მოსახლეობას, ჩვენ საზოგადოებებს ეს უბედურება. დღეს ჩვენ აქ შევიკრიბეთ რათა კიდევ ერთხელ ჩვენი ხმა მივაწვინოთ ჩვენს უკრაინელ ძმებს და დებს, ჩვენ თქვენთან ვართ. ამასთანავე ჩვენ პარლამენტის ეგიდით ამ დღეებში ვატარებთ მნიშვნელოვან ღონისძიებას, სადაც რაშიც მონაწილეობენ ქართველი, უკრაინელი და მოლდოველი პარლამენტარები, კომიტეტების ხელმძღვანელები, ვინც პასუხს აგებენ საგარეო საერთაშორისო ევროპულ ურთიერთობებზე. მიუხედავად იმისა, რომ ბრძოლები გრძელდება სამწუხაროდ, ადამიანები იღუპებიან და სანამ მე 2 კვირის წინ კიევში გავხდით ოფიციალური ვიზიტით, იმ დღეებშიც კვლავ იყო მსხვერპლი, მათ შორის ჩვენი თანამემამულეები. მიუხედავად ამისა, ჩვენ პარლამენტის წევრებმა, მთავრობის წევრებმა უნდა გავაგრძელოთ მუშაობა ბევრი სხვადასხვა მიმართულებით, რათა უკრაინაშიც, საქართველოშიც ყველგან ეს პრობლემები მოგვარდეს და ისინი აღარ განმეორდეს. ეს არის ყველაზე მოკლე და დამაჯერებელი პასუხი კითხვაზე, თუ რა უნდა საქართველოს ევროკავშირში ან ნატოში. ჩვენ გვინდა, რომ აი ეს სურათები მხოლოდ ისტორიაში დარჩეს და აღარასოდეს განმეორდეს. ამას სჭირდება შრომა და ჩვენ ამისთვის მზად უნდა ვიყოთ. ჩვენ ქართველებს კარგად გვახსოვს თვითეული ის გამოძახილი სხვა ქვეყნებიდან, რომელსაც ჩვენ ვიღებდით იმ უმძიმეს დღეებში, როდესაც ქვეყანა ოკუპაციის და სამხედრო აგრესიის პირობებში იყო. რას ნიშნავდა ეს ჩვენთვის? დღევანდელი ღონისძიება და დღევანდელი ჩვენი შეკრება მინდა რომ იქცეს ერთ დადებით დამაიმედებელ მესიჯად, სიგნალად, გზავნილად თითოეული უკრაინელისადმი, რომ ჩვენ ერთად გავუმკლავდებით ყველა ამ პრობლემას. და ეს რომ არ არის ლიტონის სიტყვები ამას ადასტურებს დღევანდელი ურთიერთობა თანამშრომლობა საქართველოსა და უკრაინის მთავრობას შორის, საქართველოსა და უკრაინის პარლამენტებს შორის და ძალიან ბევრი კონკრეტული გეგმა გვაქვს ჩვენ, რომლითაც კიდევ უფრო მეტად შევძლებთ ერთმანეთთან თანადგომას. დიდი მადლობა.